დავით რობაქიძე მისი ძმა მასაც სეკუნდანტად უკან მოყვება ნოდა რობაქიძე რაც შეეხება დავით რობაქიძეს ბორჯომელი მოკრივე გახლავთ დავითი ნოდა რობაქიძე თუ ძალიან გამოცდილი მოკრივეა დავითს მსგავს გამოცდილება არ აქვს თუმცა მას შემდეგ რაც გასულ წელს პროფესიონალური კრივის რინგზე ვიხილეთ დავითი ძალიან ტექნიკური კრივით დაგვამახსოვრა თავი საინტერესო მებრძოლია საინტერესო მოკრივეა და ვნახოთ რა შემოგთავაზებს დღეს მისი მეტოქე კი ძალიან გამოცდილი ანზორ გამგებელი გორიდან დიდი ხანია ანზორ გამგებელი პროფესიონალური კრივის რინგზე დგას არაერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული საქართველოში საზღვარგარეთაც 30-ზე ზემოთ არის ანზორ გამგებელი რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია და ძალიან დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს ნახოთ რა შესთავაზებენ ერთმანეთს დღევანდელი მოკრივეები მეტოქეები ვინც არიან იგზე ერთმანეთის წინააღმდეგ ბორჯომის კრივის სკოლაზე მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა სამი მოკრივეა ამ კრივის სკოლიდან მთავარი მწვრთნელი გიორგი ჯეირანაშვილი ბორჯომელი მოკრივეები ყოველთვის გამოირჩევიან და გამოირჩეოდნენ ძალიან დიდი მონდომებით ბრძოლის უნარიანობით აი ნამდვილი მეომრები იყვნენ ჩვენ გვახსოვს არაერთი მათგანი რინგზე დავიწყებ კახავეტისიანით რომელიც რეკორდსმენია პროფესიონალური კრივის რინგზე ჩატარებული ბრძოლებით საქართველოში აგრეთვე მერაბ გუკასიანი დავით რიბაკონი ვინმე არ გამორჩეს არაერთი ძალიან კარგი მებრძოლი გვახსოვს ჩვენ ბორჯომიდან ნახოთ აბა ახალგაზრდობა თუ გამოცდილება ნახოთ და დაიწყო ბრძოლა კარგად დაიწყო რობაქიძემ ნუ რობაქიძე ზოგადად ხო არიან მოკრივეები ვისაც აი გომზეც ეთყობა კრივთან ურთიერთობა რობაქიძე აი ამ კუთხით გომზე ეგრევე ეთყობა სპორტსმენს კარგია ჯერბით მუშაობს არ ჩქარობს დარტყმებს ფეხებზეც კარგად მოძრაობს, კარგად გადაადგილდება. იქიდან გამოშვებულ დარტყმებს არ ბილებს, თავის მოძრაობით არ იღებს. ძლიერ დარტყმებს, დაცვაში იდეალურად აიღო, ეხლა დარტყმები და აგრძელებს. მე გავღნიშნე, რომ კრივი ესმის. კრივი ესმის ნამდვილად ნოდა რობაქიძეს, კარგი ტექნიკური სამოყვარულო კრივის სკოლაც ეთყობა ამ ბიჭს. მე ვფიქრობ, ექნება გამოცდილება. კარგი მუშაობა ფეხებითაც, კორპუსითაც. ფიზიკურადაც უფრო მომზადებული ჩანს. კი, მე რობაქიძე ძალიან კარგი მოკრივეა ყველანაირად უბრალოდ ერთმის იმას გავამხელ ცოტა ბევრი რაუნდები თუ არის ქონდა ხოლმე გამძლეობის პრობლემა მეტი არაფერი თუმცა მე ვიცი რომ ამ საკითხზე დიდი ხანია მუშაობს და ვფიქრობ კარგი აცილებები პროფესიონალიზმი კი ამ ბიჭმა კრივი იცის შეგვიძლია ვთქვას კრივში ყველა ელემენტს აქვს მნიშვნელობა, როგორც დარტყმების განხორციელებას, ისე აცილებას, გადაადგილებას. ჩემი აზრით, როცა გქვია პროფესიონალი მოკრივე, ყველა ასპექტში კარგი უნდა იყო. საუკეთესო თუ არა, კარგი მაინც. და ერთ-ერთ ასპექტში საუკეთესო. ერთ-ერთ ასპექტში საუკეთესო, მე აი გამოცდილი კრივის მწვრთნელებისგან მსმენია, რომ უნდა გქონდესო ერთი კოზირი, ჯოკერი, რაღაცა ისეთი. და იმის გარდა ყველაფერი უნდა გქონდეს განვითარებული, მაგრამ ის ჯოკერი ერთი რაღაცა უნდა გქონდეს, რაც არის შენი. მაგრამ ეგ ჯოკერი, რაც არის შენი, კარგად უნდა შეამზადო, გააფორმო შენი ბრძოლა. კრივი რა არის? გამოდიხარ რინგზე და უნდა მოიპოვო მაყურებლის პატივისცემა, ხო და მოწონება. რა თქმა უნდა. და ჩემი აზრით ეს
გაფორმება ფეხით, ტანით, ხო? ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ კრივი უკვე ავიდა ძალიან მაღალ ლეველზე. განვითარდა ძალიან. რა თქმა უნდა, კონკურენცია ძალიან დიდია. ძალიან გაიზარდა და იმისთვის რომ კრივში ადგილი დაიმკვიდრო, დღესდღეობით გჭირდება რომ შენი ბრძოლა გაალამაზო. გეთანხმები და განსაკუთრებით საქართველოში ამაზე ძალიან ბევრი გვაქვს ყველას ერთად სამუშაო. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვინდა დავაინტერესოთ ქართული კრივის კომაგი, კი ბატონო, ის ნათესავი ახლობელი თუ შენი თანაგუნდელი მოვა შენ საქომაგოდ, მაგრამ მასები რომ დავაინტერესოთ ჩვენ რაღაცით სხვებისგან გამორჩეული უნდა ვიყოთ, თუნდაც იმ უცხოელი მოკროვებებისგან არ უყურებს ახლა ვიღაცა შენს ბრძოლას აქ საქართველოში და გადართავს და ხელმისაწვდომია ყველაფერი, ყველას შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში საუკეთესო ბრძოლას უყუროს და რატომ გადაიხდის ბილეთში ფულს შენსანახავად, რატომ დახარჯავს იმ 2 თუ 3 საათს შენსანახავად, როცა ნებისმიერი სხვა რამით უნდა დაკავდეს და ეს არ არის არავინ ვალდებული არ არის, ყველაფერი კომერციალიზაციაზეა გადასული და შენ როცა ქვია უკვე პროფესიონალი მოკრებია, შენი თავი უნდა გაყიდო რინგზეც და სხვათა შორის რინგს გარეთაც. და მე მოუწოდებ ხოლმე ყოველთვის ჩვენს მოკრივეებს, ძალიან ბევრ მათგანთან ძალიან მეგობრული დამოკიდებულება მაქვს, რომ იაქტიურონ არა მხოლოდ რინგზე და რინგზე როგორ გამოიყურა, გაცვია, როგორ მოძრაობ, როგორი კრივი გაქვს და ასე შემდეგ. მაგის გარდა რინგს გარეთ რა პიროვნება ხარ და საზოგადოებაში თავს როგორ წარმოაჩენ, ესეც კი ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი შეიძლება იყოს. ზობაქიძე ძალიან მინდა აღვნიშნო, ძალიან თავისუფლად, თამამად ლაღად კრივობს და ამ ხრივ აი ყველანაირი მონაცემი აქვს, რომ მართლაც შეტევის მერე ხელებს ძალიან კარგად აბრუნებს, თავის ადგილას იღებს დარტყმებს დაცვაში, ნახე და აგრძელებს შეტევას, კი? არ გაურბის, როცა საჭიროა კლინჩს, როცა საჭიროა შედის, როცა საჭიროა გადის. ნამდვილად საინტერესოა მისი ასპარეზო. რაც შეეხება გამგებელს, გაატარა, მარჯვენა პირდაპირ გაატარა, მინდა გითხრა. ძალიან გამოცდილია ანზორ გამგებელი. შესაბამისად ბევრი აქვს ნანახი ანზორ გამგებელს და ამ ბრძოლაშიც ჩანს, რომ ვიღაცა თუ დაიბნეო და ამ რობაქიძის მოქმედებების შედეგად საკმაოდ კარგი პასუხობს, მაგრამ მაგარი დარტყმა იყო ახლა რამდენადაც მე დავინახე. კარგი აცილება და კარგი დაცვა რობაქიძისგან. ეხლა გვჭირდება რობაქიძისგან კარგი შეტევა. აბა, სერიული რამე. აი ესეც რაც ისურვე. რამე უფრო ზუსტი მინდა. ნახოთ გამგებელი ხომ არ დაიბნევა აი ამ ნოკდაუნის შემდეგ. არ მგონი არ მიუღია ძალიან ისეთი ძლიერი დარტყმა. კი, გვერდიდან იყო, სხეულზე იყო, თუმცა უხლი დადო და საჯმაც ჩათვალა საჭირო დრო დაეთვალა. კი ბატონო. აი ხედავთ როგორ შედის, გადახრასაც აკეთებს, სადაც საჭიროა. და ეს კლინჩი მუშაობა კიდევ ძალიან დამღლელია. დასრულდა ეს რაუნდიც. მე ვფიქრობ, რომ მოიპოვა გარკვეული უპირატესობა რობაქიძემ. თუმცა ნახოთ შემდეგ რაუნდებში რა შეიძლება შეიცვალოს. ჯანეზაშვილი კუთხეში ძალიან აქტიურადაა ყველა სპორტსმენთან. კი, უნდა ითქვას სხვათა შორის, რომ გამგებელი არის ვარიანის კრივის სკოლის აღზრდილი, თუმცა ამჯერად გორში სწორედ ვლადიმერ ჯანეზაშვილთან ვარჯიშობს, მან მოამზადა აი ამ ბრძოლისთვის, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია და ხედავთ აქტიურად აძლევს დავალებებსაც. ზოგადად აი ნახეთ, პირველი ბრძოლა ჩაატარა, გახსნა შოუ და მას მერე უკვე მესამე თუ მეოთხე მე ვფიქრობ, ეს მწვრთნელისგან არის ძალიან დასაფასებელი, რომ თავის სპორტსმენებს კი აძლევს მაგალითს, რომ
მიუხედავად ასაკისა, მაინც რინგზე დგას და თავის სპორტსმენების გამოცდილება თავისი ბრძოლით გახსნა. აბა ნახოთ რა დაარიგა ჯანეჟაშვილმა გამგებელს და რას შეცვლის ის აი ამ ორთაბრძოლაში. აქტიურად დაიწყო რობაქიძემ, კარგი მარჯვენა იყო. ძალიან საჭირო დროს იცავს თავს, მინდა გითხრა, კარგად გძნობს, როდის უნდა შეიკრას. გააკეთებს შეტევას. შიგნით რჩება, მაგრამ საკმაოდ დაცულად, რომ შემდეგ გააგრძელოს შეტევა. არ იხსნება, სადაც საჭირო არ არის. კი, საერთოდ ძალიან საშიშ დისტანციაზე უდგას, სადაც ყველაზე მეტი გაცვლები მიდის საშუალო დისტანციაზე, მაგრამ დაცულად, კი, დაცულად არის და თვითონაც კარგად პასუხობს მაგ დისტანციაზე. იმიტომ არ დგა მაგ დისტანციაზე, რომ რამე ეშლება, პირიქით, ელოდება, რომ უნდა რომ გადმოაგდოს მოწინააღმდეგემ დარტყმა. აი აქ უნდა იაქტიურონ ჩემი აზრით. მე რამდენი ბრძოლა უკვე ვხედავ, რომ სანამ კლინჩში შედიან და სერიებს არანაირად არ აკეთებენ. ელოდებიან სანამ საჯი გააშველებს, მაგრამ აი აქაც მუშაობა შეიძლება, იცი? რა თქმა უნდა. ქულების აღება მანდაც შეიძლება. თავს უხრის ძალიან მოწინააღმდეგე რობაქიძეს და ცოტა უჭირს ზუსტი დარტყმების გაკეთება მაგის გამო. ხასიათი ვნახეთ მოდი. კარგია რობაქიძე. ორივე მებრძოლთან ძალიან კარგად გავიდო და აპერკოტი, რადგან ისე დაცვაში აქვს ხელები, რომ ჩემი აზრით ეგ დარტყმა გავიდოდა, მაგრამ არც ერთი აი, ახლა კარგად, მაგრამ მეორე ვეღარ მიაყოლა გამგებელმა და კიდევ ერთი კარგი დაცვა რობაქიძის. რობაქიძე ბედნიერია. ხასიათი ცოტა დარჩა მოგებამდე. კარგია, ბრძოლით უნდა ისიამოვნო შენ თვითონ პირველ რიგში და მე უკვე მაყურებელისთვის ხდება სანახაობრივი შენი ბრძოლა. როცა შენ მოგწონს რასაც აკეთებ. კარგია, იდეალური მიღება გაცვლა იყო. აი რაც არის აღსანიშნავი ჩვენი დებიუტან მოკრევებთან რომ ნახეთ რაღაც მარტივი შეცდომები. ნახე, მიდის რობაქიძე. შეცდომები ჩვენ ამ ბრძოლაში ვერ ვხედავთ. კი, არა, ძალიან მაგარი ბრძოლა. არც ერთი არ უთმობს, მაგრამ აი რობაქიძეს პროფესიონალიზმი მინდა აღვნიშნო. ძალიან კარგი ბრძოლა არის. ხებით აწვევიან ბიჭები ერთმანეთს. კი ბატონო. კარგია, კარგი. ესეთი კრივი გჭირდება. თან ხარისხიანი, თან ხასიათიანი, ყველაფერი ერთად. აი ზუსტად მაგის აღნიშვნა მინდა რომ კრივს კიდევ სჭირდება რომ დაიხვეწოს რაც არ მაგარი მოკროება პირველ და მეორე ბრძოლაში ისეთ კრივს თითქმის ვერავინ ვერ აჩვენებს რაც უკვე მერე 5, 6, 7, 10 ბრძოლის მერე. რაც არის უმნიშვნელოვანესი. ამას მე ვამბობ დამწყები მოკროების გასაგონად, რომ იქ თავის პირველ და მეორე ბრძოლაში თუ რაღაცა ვერ მოეწონათ, რაღაცა ისე არ არის, ეს არ ნიშნავს, რომ პირიქით ეს არის განვითარებისთვის და განვითარდები ახალ შემდეგ დონეზე და უკვე მე იმ მარტივ შეცდომებს რომც გინდოდეს ვეღარ დაუშვებ, იმიტომ რომ ეს ინსტინქტური ხდება უკვე და იქ რაღაცა არასწორ დროს ხელს არ ჩამოუშვებ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ უმნიშვნელოვანესი პრაქტიკა აი თავისი ძმა ამხნევებს, როგორც დარწმუნებული ვარ უკვე ნოდარის ბრძოლაზე დავითი გაამხნევებს. ეკიც არ მეპარება, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ბრძოლა, კუთხეში ედგება თავის ძმას დავით რობაქიძეც. მათი მწვრთნელი გიორგი ჯეირანაშვილი დღესდღეობით წითელი კუთხე ცოტა დაღლილია. ბევრი დათვალა არ იმყოფება ღონისძიებაზე და სამაგიეროდ ბორჯომელი მოკრევები ერთმანეთს ძალიან კარგად ამხნევებენ. დამოკიდებულება აშკარაა, ნათელია. არც ერთი არ თმობს ლევან. ნამდვილად, ხასიათი ადგილზეა. აი ეს არის. შეიძლება აგებს რაუნდებს, მაგრამ არ ტყდება. ფსიქოლოგიურად ძალიან მყარი ბიჭი ჩანს.
კი გამგებელი ძალიან გამოცდილი მოკრივეა, აი რამდენი დარტყმა გაატარა ახლაც, მაგრამ მიუხედავად ამისა თვითონ რა დარტყმა იყო. ძალიან ძლიერი დასაცმელი. ძალიან პირდაპირი და კიდევ ერთი ნოკდაუნი. თან როგორც კი შემხედრი დარტყმა გამგებელი გააქტიურდა და ხელები ჩამოუშვა. კი. რაღაც მომენტში ისარგებლა რობაქიძემ. ძალიან საფრთხეა. თვალიც კარგად უჭრის როგორც ჩანს. კი, საჭირო. ხო ვამბობ, რეფლექსები აქვს ძალიან კარგი განვითარებული. ვფიქრობ ამჯერად ცოტა დაუფიქრებლად წავიდა დავით რობაქიძე. ეს ჩვევიათ მოკრივეებს ნოკდაუნის მერე. გონიათ უცებ უნდათ კი ბატონო. დამთავრება. ჩემი აზრით ეს რაუნდი აქვს რობაქიძეს უფლება, რომ ცოტა გავიდეს, გამოვიდეს უფრო შოუ დაგვიდგას, კი, ნამდვილად. თუ ეყოფა ენერგია. კი, თუ იმიტომ რომ შოუსაც თავისი აი უკვე ხელების ჩამოწევა დაიწყეს მოკრივეებმა. ტექნიკური თვალსაზრისით ჯობია რობაქიძე. მიუხედავად დაღლილობისა ორივე მხრიდან. ძალიან კარგი ბრძოლაა, კიდევ ერთი, თუმცა ველოდებით მთავარ ბრძოლებს და ალბათ ყველა მიცის აი აქ მუშაობა მაკლია. ამ ორთა ბრძოლებს დაესწრება კრივის ლეგენდა, მსოფლიო კრივის ლეგენდა ლენოქს ლუისი. როდესაც დაიწყება მთავარი ბლოკი, ის უკვე აქ იქნება, ადგილზე იქნება. ძალიან საინტერესო იყო მისი პრესკონფერენციაც. ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა და ჩვენ ვნახეთ წელს საქართველოში როი ჯონსი, ახლა უკვე ლენოქს ლუისი და საქართველო ნელ-ნელა ხდება მსოფლიო საკრივო მიზიდულობის ცენტრი, რაც დასაფასებელია და უკვე მოკრივეებსაც მეტ პასუხისმგებლობას ანიჭებთ, როდესაც გამოდიან აი ესეთ შოუებზე. უფრო და უფრო უნდა განვითარდნენ, უფრო და უფრო მაღალი დონის კრივი უნდა ვიხილოთ და უფრო და უფრო მეტი მაყურებლის და კომაგის მხარდაჭერა გვჭირდება როგორც ჩვენ ორგანიზატორებს, ასევე რა თქმა უნდა მოკრივეებს. და დაასრულდა აი ეს ორთა ბრძოლა ასეთ საინტერესოდ ფიცხელ ბრძოლაში არ ყოფილა დანებება. ვფიქრობ გამგებლოს ბოლო რაუნდი უკეთესი ჰქონდა მინდა. კი ბატონო, თუ არ ჩავთვლით იმ ნოკდაუნს თუ არ ჩავთვლით, კი. თუმცა ესეც ნოკდაუნის მერეც უკვე განახდებულად ჩათვალა ალბათ რობაქიძემ. ბრძოლა და ზედმეტად აღარ გაურისკავს. მე მახსოვს საქართველოში პირველი საქართველოს ჩემპიონის ქამარი რომ გათამაშდა, ვფიქრობ ამ ძმებიდან იყო ერთ-ერთი. ნოდა რობაქიძე არის საქართველოს ჩემპიონის ქამრის მფლობელი, პირველი არ იყო, მაგრამ კი. პირველი არ იყო? არა, მაგრამ იყო ნამდვილად 2019 წელს თუ არ ვცდები. კი, მე ახალი დაწყებული მქონდა კრივი და ჩემთვის პირველი იყო. ფათაშორის ჩემთვისაც, რაც მე საკრივო საკითხებს ჩავერთე. ნოდა რობაქიძე მაშინ დაამარცხა ამბროს სუთიძე, ქუთაისელი მოკრივე. და მას შემდეგ ნოდა რობაქიძეს აქ არ ვიცი, ჩვენ ვისაუბრებთ, ნოდარის ხილის საშუალება გვექნება სულ მალე რინგზე. მართლაც თანამედროვე ქართულ კრივში ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამოცდილი, შედეგიანი და საინტერესო მოკრივეა. ძალიან გვანან ძმები ერთმანეთს ხშირად მერევიან, ვინც ადიჩხუბა და ასე შემდეგ. 4 რაუნდის შემდეგ მსაჯთა გადაწყვეტილებით ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა მოკრივემ ლურჯკუთხეში. კარგი გამოსვლა იყო, მადლობა ბიჭებს ამ ბრძოლისთვის, კარგი სანახაობისთვის.